გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. ტელესტუდია ნომერი 8-დან ეს არის ობიექტივის ტელევიზია. თქვენთან ერთად 1 საათის, თითქმის 1 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიქნებით მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში მე ტელეფონის ნომერს ვიტყვი რადიო მსმენელებისთვის, ესაა 577-88-55588. გაგიმეორებთ 577-555-88. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, დასვათ კითხვები, თქვენი მოსაზრებები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ საზოგადოების აზრი, მათი სიდუხჭირის, მათი რა უნდათ, როგორ უნდათ, როგორ ხედავენ ქვეყნის მოწყობას და ქვეყნის განვითარებას. ჩვენ შევეცდებით ობიექტურად გაგცეთ პასუხები, არა მიკერძოებულად, არა ვიწრო პარტიულად და შეგვიძლია პოლემიკაშიც შევიდეთ ერთმანეთთან. ეხლა მინდა ერთი გითხრათ, რომ ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს ქალბატონი ნინო გოგილაშვილი, რომელიც არის დღეს ეგრეთ წოდებულ ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის დედა ბრძანდება. აი რა შემიძლია ვთქვა, ერთს ვიტყვი, აი ცოტა შესავალს, რომ როდესაც ბატონი ბიძინა შემოვიდა პოლიტიკაში, მისი დანაპირები იყო ის, რომ ქვეყანაში ბოლო-ბოლო ამოძირკვავდა იმ სამართლობას, რომელსაც ჩადიოდა ის სააკაშვილის ავადხსენებული რეჟიმი, როდესაც სასამართლო არ ერქვა და იყო პროკურატურის ბრძანებების შემსრულებელი, იყო დამნაშავეების უდიდესი რაოდენობა, 0.1% იყო რაღაცა გამამართლებელი, რაც დგებოდა სასამართლოში, ციხეების სავსე იყო და ბატონი ბიძინა შეგვირდა, რომ ის ძირფესვიანად ამოძირკვავდა ამ რაღაც დანაშაულებრივ სისტემას და ქვეყანაში იქნებოდა დემოკრატია და იქნებოდა სამართლიანი და სამართალი იქნებოდა ისეთი, როგორც უნდა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ესე არ არის, დასაწყისში შეიძლება იყო ესე, მაგრამ ნელ-ნელა მერე შეიცვალა, მოსამართლებად დაგვინიშნეს ის ხალხი, რომელიც ასამართლებდნენ იმ წინა რეჟიმის დროს ხალხს და უსამართლობს სვამდნენ და ციხეებში და არავითარი სამართლის საძებნელიც კი არ იყო, დღესაც რაღაცნაირად ესეთი ბნელი დადგა, იმიტომ რომ იგივე მოსამართლები, იგივე პროკურორები, იგივე გამომძიებლები ატარებენ ამ საქმეებს და ისევ უსჯიან ხალხს, როგორც ზემოდან ეტყვიან და როგორც დაავალებენ. მე მინდა ქალბატონ ნინოს მიმართო მისი ვაჟი, სულ ახალგაზრდა ბიჭი და კიდე მასთან ერთად რამდენიმე ისევ ახალგაზრდა ქართველი ბიჭები უსამართლოდ გაასამართლეს, რაღაც თითიდან გამოწვევილი და რაღაც ფანტაზიის დონემდე მისული, რაღაცა მოგონილი ამბებით 16 წელი დაურიგეს ამ ბავშვებს და როგორია, რომ 16 წლის მერე ახალგაზრდა, რომელმაც საქართველოში უნდა გვარი გააგრძელოს, ქართველები გაამრავლოს, რაღაცა თავისი იდეები და თავის ცხოვრება და სხვისი ცხოვრებასთან ერთად აწყოს, 16 წლის მერე გამოსული ადამიანი, რომელიც უსამართლოდ იხდის ამხელა წლებს და ესეთი სასჯელი აქვს, მე არ ვიცი, ფსიქოლოგიური დატვირთვა როგორია ამ ადამიანების, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. ქალბატონ ნინო, მე ვიცი, რომ ძალიან ძიმეა თქვენთვის ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ მე ვიცი, რომ დიდი ინტერესი არის, არა მარტო იმ ბიჭების ოჯახში, რომელიც ვახტანგისთან ერთად იხდიან, არამედ მთლიანი დიდი საზოგადოების, რომელსაც სჯერავთ, რომ ესენი არიან უსამართლოდ გასამართლებული ბავშვები, ბავშვები ქვია რა, ვაჟკაცი ბიჭები და ორი სიტყვით გითხარით, აი როგორ იყო ეს ყველაფერი და მინდა დავიწყო, როცა აი დაკავებიდან როგორ? ხმამა
ბავშვების ამ საქმის აი სიტუაციის დაწყებიდან მინდა რომ დავიწყო, როგორ დაიწყო, როგორ ბავშვის ღამის 11-ის ნახევარზე მოვიდა და მითხრა რომ დაბადების დღეზე მივდივარო დედიკო და ისო მითხრა რაღა დროს დაბადების დღეა დამთავრდა დღე უკვე არა ჩემი ყველა ახლობელი იქ არისო და ხო და მეც დავწყნარდი რახანს ყველა მთელი აქ აი სულ ყველაო ჩემი სამეგობრო იქ არისო კარგი და წავიდა მეც სულ ტელეფონზე ვარ ხოლმე სულ ვრეკავ როცა ესე წასულები არიან და მე იცის რას მირეკავ ეხლა არ წამოვედი და რაღაცა და აღარ დავრეკე მე და თურმე უნდა დამერეკა და სადღაც ღამე არ მოვიდა სახში რა ვიფიქრე ალბათ დილამდე ქეიფობენ ეს ბავშვები რაღაცა და დილით სადღაც 10 საათისთვის შემოვიდა და თავზე ქონდა ეს რაღაცა ესე ეგ რა არის მეთქი დედი და ესო წავიქეციო და მე ვთხარი ესე როგორ იქცევიან ესე რა ხდება მეთქი და არაო წავიქეციო და გავიდა ისევ გარე და გავიდა ცოტა ხანში შემოვარდა ისევ რა იყო დედი მე ვთხარი და რაო და გუშინო დაბადების დღეზე ვიყავიო და ბავშვი დაკარგულაო იქო და ამას იგებს დღის 12 საათზე რო იქ ბავშვია დაკარგული მოკლედ ახლა ის მე მთელი დღის განმავლობაში უკვე დაიწყო იქ მოძებნა და ამ ყველას დაკითხვები დაიწყო, დაბარებები დაიწყო და რაღაცა და ვიფიქრე ბავშვი ნაცემი არა რაღაცა და ადვოკატის გარეშე არ მინდოდა რომ ისულიყო დასაკითხად. მოკლედ მანამ ეს ადვოკატი ავიყვანე ჩემმა ახლობლებმა, ვითომ ახლობლებმა მირჩიეს ყოფილი თბილისის პროკურორის არარიძის პერიოდში მე იქიდან პროკურატურიდან წამოვიდა. ხო, პროკურატურიდან წამოვიდა იმ სალარიძის საქმის შემდეგ და თავისი ადვოკატურა აქვს. თვითონ ადვოკატურის ხელმძღვანელია და ყავს თავისი ადვოკატები. ხო და ავიყვანა ეს გიორგი გაბოძე. და ამას დიდი რეკლამა მოყვა რომ ეს იყო პირველი მომგვარებელი პროკურატურაში და რაღაც ესეთი რაღაცები და დიდი ნდობით მივედი ოფისში ვაჟაზე ქონდა ოფისი ავედით და რაღაცა ხელშეკრულება გავაფორმეთ წამოვედით და მე ხო მიხვა ბავშვს პირველი დაკითხვის დროს წავიდნენ მოვიდნენ დაკითხვით არ იყვნენ ისე უკმაყოფილო დაკითხეს და რაღაცა და მე ნელ-ნელა უნდა დაკითხულიყო კიდე ზეზვა ხო და მაინტერესებდა ხა ესენი გაირკვა რომ ერთ მანქანაში ისხდნენ და ზეზვა რა პასუხს მოიტანდა მანამდე ერთი რამდენჯერ მოვიდა მამამისი წავიდა მოვიდა მეზობელია ჩემი და ის უცბად შემოვარდა ის რომ დაკითხეს ის ბავშვი ვახო შემოვარდა რა დაუწერინებია ამ კაცო გადამრია რა დაუწერინებია რა იყო დედი რა დაწერა და გადაურეკე მე თამასის ამ ზეзвას მამას და მობცანდი მეთქი ერთი აქ და რა დაწერე მეთქი საინტერესოა მეთქი და ეს თითქოს გამზადებული ტექსტით მოვიდა და მითხრა რომ ისო აი ეხლაო მეო აიღო ტელეფონი დაურეკა იმ გამომძიებელს რომელმაც დაკითხა მისი შვილი გაირკვა რომ უცემიათ 16 საათი კითხავდნენ არასრულწლოვანს რომელიც არც ერთ კანონში არ შედის ღამის პერიოდში და თან უცემიათ და თქვენო ეხლაო მეო აი ესეთი გამზადებული ტექსტით მოიცადეო დაურეკა ეხლაო მეო ვარო ჩიქოვანის დედასთანო გოგილაშვილი ნინოსთანო და მეუბნევა რომ თქვენო არასწორი ტყუილები დამაწერინეთო და ამიტომ მეო ეხო თქვენ უნდა გიჩივლოთო გამომძიებელს უთხრა და ეხლა ისე გამოდიოდა რომ ამან ბავშვი მიიყვანა ადვოკატოთ და ადვოკატი არ ყავდა და მე დაურეკე გაბოძეს და უთხარი რომ მეთქი ესე არის და ადვოკატი მიჩიე ვინმე კარგი ადვოკატი და მითხრა რომ აგერ გელხაური გიორგი იმ პერიოდში იყო საქართველოს იმაში საქალაქო სასამართლოში და წავედით მე და ეს ზეზოს მამა
ნახეთ დაველაპარაკეთ, მოვგვარდით, რომ ნელ-ნელა გადავუხდით ამ თანხას, რაც მოითხოვა და მე გადავუხდიდი, იმიტომ რომ იმას არ ჰქონდა იმის გადახდის საშუალება და ეს წავიდნენ მერე და უჩივლეს იმ გამომძიებელს, რომელმაც ცემა და ძალით ტყუილი ჩვენება დააწერინა და ამ ჩვენებაში მარტო ვახო ჩაჰყვა იმას გარდაცვლილს და ხო და თქვენო ტყუილი დამაწერინეთო და უჩივის იმას, იმიტომ რომ უნდა შეცვალოს ეს ჩვენება სიმართლით და მე ახლიდან დაწერეს შეაცვლევინეს ეს ჩვენება და თან უჩივლა იმ გამომძიებელს. მე მაგათ შორის რაღაცა გარჩევები მიდიოდა, პრინციპში ეს გელხაურს უნდა გაერკვია მე, მაგრამ ესე აღმოჩნდა, რომ ის საქმე მორჩა და შემოიდო იმაზე თაროზე, როგორც რაც არ მოსწონთ საქმეები, რომელიც თაროებზე იდება და იქ დამთავრდა ეს ჩივილის ამბავი, მაგრამ ეს გაგრძელდა, რომ ზეზვას ადვოკატი გახდა ეს გელხაური და ამის თანხებს მე ვიხდიდი. მე ახლა უყურეთ, რომ 24-ში ხო იპოვეს ბავშვი უკვე ამოიყვანეს და 26-ში დააკავეს ჩვენი შვილები, უკვე სანქციები იყო გაცემული და დააკავების დროს შემოვიდნენ ალბათ 1-8 კაცი ასაყვანად. და ბავშვი დაბლა იწვა პირველ სართულზე ხო და ისე შემოვიდნენ. კი განაცვალე, ვახტანგი ხარ? ხო, გამარჯობა ვახო. როგორ ახარ ვახო? ხო. ყველაფერს გეთანხმებია თქონდეს, მავნე პრაქტიკაც არის და ძალიან ცუდი პრაქტიკაც არის, როცა ადამიანებს შეულებრივად ესე დასვავენ და ძალიან მარტივად საქმეს შეუკერავენ და ცილებს მისცემენ. ისე როგორც არაფერი. ეს ციცისტის ბრალია. ეს არის არაობიექტური ბრალი. ადამიანების ბრალი, რომლებიც არაობიექტურ აზრს აყვებიან. არაობიექტურ აზრს და სადაც ლოგიკურად შეიმჩნევა, რომ არაობიექტური აზრი ამ აზრს მიყვებიან. ეს არის დიდი პრობლემა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და მავნე პრაქტიკა არის საერთოდ რა. ადამიანს ყველას თავისი აზრი უნდა გააჩნდეს და სწორი აზრი უნდა გააჩნდეს და ესე მარტივად ტალახს არ უნდა ესროდნენ სხვა ადამიანებს, როგორც ჩვენ შემთხვევაში მოხდა და როგორც ხდება დღესდღეობით ყველას ისჯერავს, რაც არ უნდა დაეჯერათ რა. ეს ძალიან ეხაროა რა. როდესაც ადამიანებს ესე ჩვეულებრივად ისე მარტივად ასამართლებენ ისეთ რაღაცაზე, რაც არ ჩაუძენიათ. ერთ რაღაცას ვიტყვი რა. ჩვენ არაფერი არ ჩაგვიძენია. 5 და მე-5 წელია უკვე რაც ციხეში ვზივართ, სულ ტყუილად ვზივართ. არაფერი არ ჩაგვიძენია. ჩვენ 16 წელს რომ მოგვიწიოს, 15 წელს იყოს, ჩვენ სულ დანაშაულობები ვიქნებით და სულ დანაშაულობებად დავჩენთ. როგორი პიარიც არ უნდა გააკეთოთ, როგორი საქმეებიც არ უნდა გააკეთოთ. ჩვენ მართალი ადამიანები ვართ და ამის ყოველთვის უნდა წამდეს ჩვენ ახლობლებს. ეს ძალიან ცუდი რაღაც გაგვიკეთეს, ჩვენ რაც გაგვიკეთეს, ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ეს არის ზუსტად მიხეილ სააკაშვილის დროიდან გადმოღებული მავნე პრაქტიკა. როდესაც ადამიანებს საქმეებს უკერავდნენ და ციხეში დიდი წლებით უჩვენდნენ რა. ეს ძალიან ცუდია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ცისწალობის მაინც ღმერთმა გისმინოს. აღარ დარჩენის ადამიანების ვინც ამისევა რა. და ძალიან მარტივად ჯერავთ იმისი, რისიც არ უნდა ჯეროდეთ. მოდი ახლა ძალიან ცუდია რა. ჩვეულებრივად ადამიანს ეხა დააკლო, კლევს და დაუძახებდა. ჰანიბალ ლექტერს და გამოიყვან მიგრანტს და ეს უპირობოდ ჯეროდეს ძალიან ცუდი საქციელია რა ადამიანებისგან რა. ჩვენ არავინ არ ვართ ჰანიბალ ლექტერები, ჩვენ ერთი ჩვეულებრივ ადამიანები ვართ, რომლებიც ძალიან ცუდ სიტუაციაში მოყვნენ რა და ვიღაცის სამთავრობო ინტერესების გამო და პოლიტიკური ინტერესების გამო და ვიღაცა თბილად ჯდარ იყოს, ზუსტად ამის გამო მოხდით ციხეში და
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ამ ქვეყანაში აღარ იქნება ადამიანების ესე მარტივად და უაზროდ სჭირდება რომ ხდებოდეს რა. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება რა. და ადამიანებს საქმეებს აღარ შეუკერავენ და აი ესე მარტივად მომავალს არ მოპარავენ და სიცოცხლეს არ წაართმევენ. ეს დიდი იმედი მაქვს, რომ ამისი რომ მალე იქნება რა. მეც მაქვს რომ ეს ესე იყოს, იმიტომ რომ ადამიანების იმედი ძალიან ნაკლებად დამშაქ და იმედია ღმერთი მაინც იზავს ამ ყველაფერს და ღმერთისგან მაინც იქნება ეს ყველაფერი. ძალიან მძიმე მოსასმენია ვახტანგ ეგ ყველაფერი ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ იმაში რომ უდანაშაულოძე ხართ თქვენ ყველანი კი მართალი ამბობენ ურმით მოდით მაგრამ ახალგაზრდა წლები რომ ესე უაზროდ და ესე აი როგორ გითხრა ეს იმდენად დამთრგუნველია რომ მე არ ვიცი ახლა ეს ახალგაზრდა ბიჭებზე ფსიქიურად როგორ იმოქმედებს და 40 წელი მარტო არა ჩვენზე რომ მოქმედებდეს მარტო ეს ყველაფერი ადვილად ასატანი იქნებოდა ოჯახზე ემა ყველა ოჯახი ახლობლები ოჯახი ახლობლები დედა მამა რა თქმა უნდა სულ მეკითხება როგორ ახალ რა თქმა უნდა გაჭაღარავდა ხალხი ამ დარდისგან და იმისგან როგორ არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება ხო ეს ხო სატანური საქციელია სულ ხო ადამიანი თავის ცხოვრების წლებს რო პარავდა მომავალს რო პარავდა ამ მომავლით რო ვაჭრობ შენ და შენ თავის კარიერას იკეთებენ ამითვი და ეს ხო უბედურება არის ყველაზე დიდი უბედურება ხო არის რა თქმა უნდა ალბათ და მეტახმებ თუ არის ხო 100% ეს დღევანდელი ცხოვრება სხვის უბედურებაზე არის ზუსტად ესე იშენებენ რა თავიანთ ცხოვრებას სხვის უბედურებაზე და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ცხოვრება გამოცელავს მაქვს ყველა ადამიანებს და პასუხისგებაში მისცემს რა ციური სამართლით დაიჯებიან სულ ყველა დიდი იმედი მაქვს და ღმერთი თხოვ ამას ყოველდღე აგიწე მერთმა გაგიმედოთ აი დაგლოცოთ და რა ვიცი გაძლება და იმედი არ მოგიშალოთ და იქნება დრო დადგება ახლო მომავალში რომ ეს სამართალი დადგება და თქვენ გარეთ იქნებით მართალია იმ წლებს ვერავინ აგინაზღაურებთ ამას არც ფულით არც ქონებით ეს წლები არ ნაზღაურდება მაგრამ რა ვიცი ეს როგორ რითი უნდა ანუგეშო ადამიანი მე არ ვიცი მაგრამ ერთი ვიცი რომ თქვენ ვაშკაცი ბიჭები ხართ და ყველაფერს დაძლებთ და ისევ ისეთი წესიერები გამოხვალთ ისევ ისეთი ადამიანები და ისეთი კაცები და ვაშკაცები როგორც შეხვედით იმ დღიდან და გამოხვალთ და ისევ ცხოვრებას გააგრძელებთ და მადლობა ღმერთს რომ დაჭით ადამიანები ვისაც ჩვენი ჯერავთ რა თქმა უნდა არა მარტო ჩვენ მრავალია გაიზრდება ეს რიცხვი და ბევრი ის ადამიანი არის გაახერხა დაიჯერებს ჩვენი სიმართლისას ვისაც არ ჯერავს და ვისთვისაც რთული დასაჯერებელია დიდი იმედი მაქვს ამის და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი მალე იქნება და სიმართლე ბოლო თავისთავად დადგება და თავისინაც დანიშნულებამდე მივა და იპოვის თავის ადგილს ბოლოს და ბოლოს დიდი მადლობა შენ რომ დაგვიკავშირდი და აგერ დედა მოგიკითხა და ყველამ და რა ვიცი ნაცვალოს დედაში ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ბიჭებო და დედას გული ღმერთი თქვენსკენ აი რა ვიცი კიდე რა უნდა დაუმატოთ ამ სიტყვებს კაცი დედას სიცოცხლე ხარ დედას ვაშკაცი გენაცვალოს დედაში 5 წელი გავიდა და უსამართლოდ ზიან და კიდე იმედი აქვს იმიტომ რომ ღმერთის წამთეს ხომ მე ვიცი ხა რა ოჯახებიდან არიან მორწმუნე ოჯახებიდან ადამიანებს რომელსაც არაფერი ჩაუდენიათ აქ კარგად გაშალა ადვოკატი რო ყავდა კარგად გაშალა ეგ საქმე ყველაფერი დაალაგა ნიუანსებით და რა ვიცი ნინო რა მინდა იცი თქვენ ოჯახს ამ ხელა ტრავმა მიაყენა ადამიანმა რომელიც იმედად მოვიდა ქვეყანაში და გითხრა რომ ახლა სხვა დრო დადგება ეხლა ჩვენთვის ოქროს ხანა იქნება ამ იმედის შემდეგ ზუსტად ამის იმედი რო გქონდა რაღაცნაირად არ ლაგდებოდა ეს ყველაფერი რა ეხლაც მგონია რომ სიზმარში ვარ ამდენი წლის შემდეგ არ ამჯერავს არ ჯერავს რომ საერთოდ შემხებლობაში არ არიან ბავშვები და 16
ეს დიდი ინტერესის ის იყო, ეხლა ყველა ვადევნებდი თვალს ამ პროცესებს, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგეთ. რა უნდათ, რას დაძდებდნენ, როგორ მოხდა ის, რომ ადამიანი გარდაიცვალა, სადღაც ვერ ნახეს, მერე 3-4 დღის მერე ნახეს, ნუ რაღაც ისეთი აბდაუბდა იყო, რომ მე არ მგონია თუ მე ისიც არ მგონია, რომ იმ საწყალი ბავშვის, რომელიც ესე უაზროდ დაიღუპა, ეს შაქარაშვილი იმის მშობლებსაც არ ჯერა, რომ ამ ბიჭების ჩადენილია ეგ საქმე. უბრალოდ დააჯერეს, გადასარევად, არავინ არ გადასარევად იციან, რომ მართალი ადამიანების ხედან იმაში ციხეში. ხო, როგორ შეიძლება ხა გადასარევად იცის უყოლა, იმდენი იწერება და იმდენს ვამბობთ და ყველა იმაზე კომენტარზე და ყველგან და შევდივართ და ამ ყველაფერს წეთ ეჭვი მაინც რო არ გაგიჩნდეს თუ ხარ ოჯახი არ შეიძლება ეჭვიც უჩდებათ და გადასარევათაც იციან რომ ეს ბავშვები და როგორ ძინავთ ხამე რა როგორ ძინავთ ეს პროკურატურის კარნახია ესე პროკურატურამ ესე უკარნახა მაგრამ შეხთვის წინაშე და შენი თავის წინაშე ხო ვერაფერს დამალავ არა ხო იცი რომ ეს არის პროკურატურის სჯერავთ ესე არ ვთ გამოცხადებული ნუ ახლა ოჯახს რომ ჩვენ პროკურატურის სისტემა პროკურატურის სისტემა ეს იყო შევარდანძის დროს იყო მიშა დროს იყო ახლაც არის ეს სისტემა მეუბნევიან ხოლმე შენ ასისტემური ხარო და ეს სისტემური როგორი უნდა იყოს ესე ადამიანი არ შეიძლება როგორ უნდა იყოს სისტემური ესე იგი რომ ხედავ რომ არა უდანაშაულო ადამიანებს ეს სისტემა ფაქტიურად სრესავს შენ ერთი ჭანჭაკი უნდა იყო ამ მანქანაში გამსრესების მანქანაში ეგ არის სისტემა ხო რა თქმა უნდა ფეხაწყობილი უნდა იყოს უსამართლობასთან ამ არასწორ ხალხთან და მინდოდა მე თქვა რომ ხო რომ ყავდა ეს გაბოძე რომელთანაც ერთ-ერთი შეხვედრის კი არა თავიდან რომ შევხვდით მითხრა რომ არ უნდა გავსულიყავი სასამართლოზე არ უნდა ჟურნალისტებთან ინტერვიუ არ უნდა მიმეცა არავისთვის და ვიჯექი ესე ჩემთვის სახში და მიდიოდა იქ სასამართლოები და ეს ამ დროს შედიოდა და ბავშვზე უვნეოდა რომ დედა შენსაც ესე ჯერავს რომ შენ ხარ დამნაშავე და ისო თუ ზღაპრები უნდა მოყვეო მეორე მესამე შესვლაზე უთხრა ისაო შენთან შემოვლენო და 109-ს მოგიყენებენ უკვე 1-2 კვირის შემდეგ მე კიდე ველოდები ეს რომ გამოვა აბა რა გეუბნება ამბობსო რომ არაფერიო და რაღაცაო და მე ესე მეუბნება და იქ ეუბნება ბავშვს ფაქტიურად დამნაშავე ხარო და დამნაშავე ხარო ვიცითო და რა ზღაპრებს მიყვები და თუ ეს ზღაპრები უნდა მომიყვეო მე აღარ შემოვალო და მე მითხრეს ერთ-ერთ სასამართლოზე დებილი ვითიჯდაო ახო და ეხლა მივხვდი კაცო ჩვენ არ მივდივართ იქ ყველას ადვოკატები ლაპარაკობენ ამ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი სასარგებლოდ ჩემთვის არავინ არ და ამ დროს ეს მელაძის გადაცემაც ისეთი გადაცემა გააკეთა რამის თავი მოვიკალი და მე მივედი და უთხარი ამ გაბოძეს რომ მე უთხარი კაცო ჩემ ბავშვი უაპელაციოდ მკვლელი გამოყავთ ამ ტელევიზიებში და შენ რას მიკეთებ მეთქი ერთ ბავშვის სასარგებლოდ არავინ არაფერს არ იტყვით მეთქი და მე სხვა სტრატეგია მაქვსო ანუ პროკურორების მხარეს ვარო ხო სტრატეგია ის იყო რომ ჩემ ადვოკატს ჩემი ინტერესი რომ გაეტარებინა პროკურატურასთან ის პირიქით პროკურატურის ინტერესს ატარებდა ჩვენ საქმეში რა ესე გამოდიოდა და ერთ-ერთ შეხვედრის დროს მითხრა რომ ისო ესეთი ვერსია აქვს პროკურატურასო ესეთი ვერსია აქვს რომ ვახო და ზეზვაო სხედან ვასოსთან ერთად მანქანაშიო ეს რომ უხვევს მე ესენი ვახო ცუდად გახდა სირბილის დროს და გაგნიძემ უთხრა ამ ვასოს წაიყვანე ჩასვი მანქანაში და აქ ჩანს როგორ მიდიან ეს ორნი სხედან მანქანაში და მესამე უჯდება ზეზვა და აბრუნებენ საგურამოსთან და მე მოდიან და ისვავენ ამ იმას 11 წუთს ედავებიან სულ 11 წუთს და ამ 11 წუთში გაეკიდე მე მობრუნდი ჩაჯექი მანქანაში იქ კრუგი დაარტყი აქ მოხვედი და ეს ყველაფერი 11 წუთში თან
თან მიყვებოდი ახლა იმათი ვერსიით, მე რაღაც ახალი რო აქედან თვითონ ალყა დაარტყეს და აქედან ის საერთოდ კაც რო არ იცნობ იმის გულისთვის ოჯახის ადამიანმა თქვა რევაზიშვილმა და 30 წლის გაგნიძემ რატო უნდა დაარტყას არ იცნობს ამ ბავშვებსაც შემთხვევით გამოყვნენ და რატო უნდა რა ინტერესი უნდა ქონოდათ იმ ბავშვებს ხო და თან ალყა რო დაარტყა ესეთი აბსურდული ბრალი და 11 წუთში ამ რაც ბრალი მიუყენეს ბრალს ვერ წაიკითხავ 11 წუთში და 11 იმდენად ხო და აი ესეთი ვერსია აქვს პროკურატურასო რომ აქ შედანო ესენიო და იქით გადადიანო ეს დიდებიო და დიდები რო გადადიანო მე იქო კაკიო და მე მივხვდი საით მიყავდა რომ ისედაც ვიცოდი რომ მანქანაში ისხდნენ ეს ბავშვები ისედაც ვიცოდი რომ მართლები იყვნენ უბრალოდ ამან ვერსიად გაასაღა ეს პროკურატურის ვერსიად და მე მივხვდი რომ სიმართლე იცის პროკურატურამ რა თქმა უნდა იცის აბა ხო არ გეტყოდა რომ ხო და აი ეს დიდებიო იქით გადადიანო და მე레ო კაკიო და ეხლა მივხვდი რომ კაკისთვის უნდათ ხელი შეწმენდა და მე ვთხარი კაკი არის მართალი ბავშვი და არ გამოვამეთქი ყველაფერი რომ ანუ თქვენ დათანხმებულიყავით რომ ამ კაკიზე გადაეტეხათ კი თვითონ ხო ვერ ეტყოდა კაკის დედას ეს ჩვენ უნდა მოგვეთხოვა ჩვენ უნდა თავის თავზე და ჩვენ მე მიხედავთ და ანდა უდანაშაულო ბავშვი და როცა ესეთი რაღაცა ხდება თვითონ ნაწილდება ყველაფერი თუ დამნაშავეა აქ ხუთიდან რომელიმე ხო ეხლა ჩემი შვილი რომ დამნაშავე ყოფილიყო დარწმუნებული ვარ რომ იმას ვერავინ ვერ დაასწრებდა თავის თავზე აღებას ბიჭო დამნაშავე რო ყოფილიყო თავის ფეხით არ მივიდოდნენ პროკურატურაში ან არ გაიქცეოდნენ არ დაიმალებოდნენ როგორ შეიძლება ეგეც სულელი ბავშვები არ არიან ხო და აი ეს აბსურდზე იმდენად ქარიშხალი დაატრიალეს ამ მედიებმა იქ ამას ლაპარაკობდნენ საზოგადოებას ტვინი აურიეს და ხო და ამასობაში ამ ყველაფერში ამ ქარიშხლებში და ამ გრიგალებში სინამდვილე დამალეს მთელი 6 დღე ახლედიანი ტრიალებდა მედიებში და ვინ იყო ეს ადამიანი ესეთი რომელმაც მანქანა დაარტყა შაქარაშვილს და ამის დასაცავად მთელი ეს რაღაც რამხელა სპექტაკლი დადგეს და მთელი სისტემა დაიძრა ამის დასაცავად. რაღაც ძალიან აბსურდული მაშინაც რო შემოვიდნენ ბავშვის წასაყვანად ერთ-ერთმა უკვე 26-ში გამომძიებელმა მითხრა რომ ისო რატო არ გაიყვანეო ბავშვი ქვეყნიდანო რატო არ გაიყვანე ეხლა გაოგნებული დავში რა როგორ უნდა გამეყვანა და რატო უნდა გამეყვანა ბავშვი ქვეყნიდან როცა ვიცი რომ მართალია ადამიანია ეხლაც არ ალაგდება მართალი ადამიანი თუ არა რატო უნდა გავიყვანო ქვეყნიდან მე უთხარია რაღაცა ის არის ან ეგ არის უკვე ირიბი აღიარება დანაშაულის რომ იცი რომ დამნაშავე და ქვეყნიდან გაგყავს და უკვე მაგას შეტენდნენ და გადატეხავდნენ ჯოხს რომ აი გაიქცა იმიტომ რომ დამნაშავეა აი ეს უნდა გაიკეთებინა რატო უნდა გამეყვანა კაცო გაოგნებული დავში რატო უნდა გამეყვანა როცა ვიცი რომ მართალი ბავშვია და ბავშვს უთხარი არაფერია დედი შენ ხო იცი რომ მართალი ხარ კი დედი მოხდა რამე არა დედი ხო და ზუსტად ვიცოდი რომ მეთქი გაირკვევა მაშინ დედი 1-40 დღე მე უთხარი წინა რაღაცა და გაარკვევენ გამოძიება რაღაცა და გამოხვალ არ ინერვიულო რას მოვიფიქრებდი როგორ მოვიფიქრებდი რანაირად რომ თუ შეიძლებოდა ესე თეთრი ძაფით კერვა ეს საქმეები. მაგის მეტი რა გამოგვიცდია მაგრამ და ესე მითხრა მე გაბოძემ კიდე ერთ-ერთი ნახვის დროს ისო პროკურატურა ესე ფიქრობს რომ თუ იმ საქმეში გამართლდნენო იმ საქმეში მკვლელობის მუხლი რომ მიუყენეს უკვე თუ იმაში გამართლდნენო მაშინ ვაგერ თავისუფლების აღკვეთის მუხლით ამითი დაიჭერენო რა მოკლედ ესე იგი პროკურატურას ეჭვი ეპარებოდა და ფიქრობდა რომ შეიძლებოდა გამომდგარიყო ვიღაცა პრინციპული მოსამართლე თქვათ სტურვა რომელიც
ამ ბავშვებს ესე მარტივად არ გაიმეტებდა. ხო და მეორე ვარიანტიც უნდა შენახული. ხო და თუ არაო და იქ თუ გამართლდებიანო ამ მუხლით დავიჭერთო რა ამ იმითიო. ხო და ერთშიც მართლები არიან მე ვთხარ და მეორეშიც მართლები არიან მეთქი. ხო და ესე იგი უშვებდა, მაგრამ როცა ეს სასამართლო მიდიოდა, ჩვენი ადვოკატები გამოდიოდნენ და იძახდნენ, რომ არაფერი არ ხდება, გამორიცხულია, რომ არ გამომართლდეთ. გამორიცხულია, იმიტომ რომ ყველა მოწმეს, ყველა იმას ფაქტიურად ანადგურებდნენ რა სასამართლოზე. აი ეს არ მაგრამ სასამართლო იყო დახურული, ვითომ იმის მიზეზით, რომ იყვნენ არასრულწლოვანები იქ. და ხელი მოაწერინეს ადვოკატებს გაუთქმელობაზე და რაღაცებზე და ხურეს სასამართლო, იმიტომ რომ არ გადაეღოთ შიგნით მედიებს და რაღაცები და ისა. და ბოლოსკე რომ მიდიოდა 2 კვირით ადრე ბატონი ბიძინა სტურვა დაიბარეს იმაში უზენაეში და უკვე ადვოკატები რომლებსაც იმედი ჰქონდათ გამართლების უზენაეში დაიბარესო და რაღაც უკვე ეჭვები დაეჭვდნენ და ეგრეც გამოდგა როცა უკვე მისჯის დღე იყო 40 წუთი ველოდეთ უკვე რომ შეგვიშვეს მანამ შეგვიშვებდნენ მანამ რაღაცა უწყებიდან მოვიდა კაცი ხელში ეწირა ფურცელი 40 წუთი ველოდებოდით განაჩენის გამოტანას და ეს ფურცელი დაიდო ბიძინას ტურუას მაგიდაზე და გამოაცხადა განაჩენი 5 წუთში და გავიდა. არ სახსნა რატო ხო? არ მე მოგვივიდა ახსნები და ესე იგი ბიძინას ტურუამ გაცვალა ჩვენი შვილების თავის კამის გულისთვის უზენაესი მოსამართლის სავარძელზე გაცვალა ჩვენი შვილების თავისუფლება და ბიძინას ტურუას მინდა მიუმართო თქვენი ეთერით და კიდევ პაატა იმას რა ქვია მეორე მოსამართლე რო იყო აპელაციაში რომ ეგ თქვენი სავარძლები ჩვენი შვილების სიმწრის სოფლის სუნით ყარს და ხანდახან დასუნეთ ხოლმე მაგ სავარძლებს როცა დაჯდებით. ხალბატონ დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის რომ ჯერ მინდა რომ რაღაცა ესე გულისტკივილი გამომხატო მეც და ყველამაც რომ ეს ამბავი ის რომ ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა ეს ერთი ტრაგედია აგერ 5 ადამიანი რომ ამხელა ტრაგედია გაიგო ბავშვმა რომ დაიღუპა ცხარეც რემლით დიროდა. აბა რა იქნებოდა როგორ შეიძლება ესეთი ოჯახში გაზრდილი ბავშვი, მორწმუნე ბავშვი ესე ადამიანის სიცოცხლეს ესე შეელიოს, კაცო, ეგეთი რამე შეუძლებელია. და ამტკიცებე რომ თურმე ჩვენ როდის ვიგებთ და სინამდვილეში ეს ბავშვი იქ სატყავდათ იქ 2.5-ზე 18 ზარი აქვს განხორციელებული იმას რა ქვია ახვლედიანს უკვე მაშინ ნაპოვნი ყავთ და გადაწვეს ის ფერადი შენობის წინ ყველაფერი იქ მოათრიეს რაღაცა 400 კილოანი რაღაცა განათების ბოძი მე ხანძარი გაჩნდა ხანძარი და ეს ყველაფერი იმ საღამოსვე და იმ საღამოდან ხდება იმ საღამოდანვე და ეს ყველაფერი იცის ყველაფერი მთელმა მარსაჯულებმა იმ ბავშვებმა რომლებიც იქ არიან დაბადების დღეზე 2.5-ზე ნადირაძე არის ერთ-ერთი გოგო იმისგან იგებს სულ ყველა რომ დაიკარგა შაქარაშვილი იგებენ მაგრამ ამას დაიკარგას ამბობენ იმათ უკვე კარგად იციან იქ რა არის მომხდარი 2.5-ზე ხო და 2.5-ზე 18 ზარია განხორციელებული ახვლედიანს რომელიც იქ არის იმ პერიოდში ჩვენები პირველ საათზე უკვე გამოსულები არიან 10 წუთით არიან იქ 11 წუთზე დავებიან სულ 10 წუთიც არ არიან იქ ხო და პოულობენ ამას
სავარაუდოდ კი არა ეგრეა და იქ ფერაჩის შენობასთან მიხვდნენ რომ ვერ მოასულიერებდნენ და მე იმ პერიოდში გაჟღერდა კიდევაც რომ ექიმი ჩაიყვანეს მოსასულიერებლად მოკლედ ბავშვი კომაში იყო რა და ბოლოს როგორ აღმოჩნდა წყალში 4 ხიდის ქვეშ და ეს ზღაპრები რომ გადააგდეს და 4 დღის შემდეგ იპოვეს მაშინ უნდა გაბერილი და გაღწნილი ბავშვი ყოფილიყო 4 დღის შემდეგ როცა იპოვეს და ზედ ქონდა ყველაფერი 850 მეტრი ათრია წყალმა და საროჭკაზე დაცვია აქამდე შეკრული როცა რომ მიდის ბავშვი თავიდან გახსნილი საროჭკა აცვია და მიცვალებულ შეკრული აქ 5 დღე იყო წყალში მიცვალებული ღმერთმა გაანათლოს იმ ბავშვს რო გავიხსენებ ეხლაც მაგან კალებს და ისა და შეკრული აქამდე შეკრული იმით იპოვიან და ზედ აქვს ცეპი თავისი ჯვრით და აცვია ზედ ყველაფერი და თურმე 5 დღე იყო 850 ზაფხულში ყველა კუნთში ის აქვს მოკლედ ახალი მიცვალებულია რა 5 დღის შემდეგ და ხო და რა მოხდა რანაირად მოხდა ეს ცოდვაც მაგათი იყოს და ბრალიც და ჩვენ შვილებს რო გადმოაბრალეს ეს ყველაფერი ეს სატანისტური მოქმედებები რაც მაგათ აკეთეს ამ ბავშვის მოსაცილებლად ხელში რო შერჩათ კომაში ისა ჩავარდნილი ბავშვი. ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ არის მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია და იმ 5 ოჯახის თუ 6 ოჯახის ეს საქართველოს ტრაგედია, იმიტომ რომ არავის უკვე იმედი აღარ აქვს რომ სამართალს ნახავს სასამართლოში. ტრაგედია აბა რა არის, კაცო 5 წელიწადი აპელაციაში ერთი და იგივე მოსამართლე, ესე იგი ჩვენ რა მართსაჯულება გვაქვს ახლა წარმოიდგინეთ რა მართსაჯულება გვაქვს ზუსტად იცის თავიდანვე რო იწყებს სასამართლოს მეორე ინსტანცია სანდოძე რო იწყებდა ჯერ სანდოძე იყო მე ისიც უზენაეში გადაიყვანეს ნახევარი მე ახლიდან დაიწყო პაატამამისეიშვილმა ეს განხილვა ამანაც ზუსტად იცის რომ მართალ ადამიანებთან აქვს საქმე და ეხლა წარმოიდგინე რა ეს მოსამართლეები რა სისხლი აქვთ სისხლის მაგივრად ალბათ ის ჩირქი აქვთ ამ ორგანიზმში რომ ესე რანაირად უნდა მიუდგე იცი რომ მართალ ადამიანებს ასამართლებ და შეკვეთა ეგეთი გაქვთ თურმე შეკვეთა ესე უნდა დააყენო ეს Ქალბატონ ბოდიში მოგიხდით დღეს უნდა დაგემშვიდობოთ ძალიან გულისტკივილით ეხლა ჩვენ კი გვაქვს ურთიერთობა და იცით რომ ჩვენთვის ეს მარტო ოჯახის არის ეს ქვეყნის ტრაგედია რომ სამართალს ვერ პოულობს ადამიანი წლები გადის და უსამართლოდ ისჯება უსამართლოთა დასჯილი რომელიც ეწირება ვიღაცის ინტერესებს იმიტომ რომ თავის კეთილდღეობა აიწყოს სხვის უბედურება ოჯახები დაგვინგრიეს ოჯახები იმ ბავშვების ფსიქიკა გაგვაუბედურეს რა დღეშია ჩვენც გამოვცადეთ ესეთი რამეები, მაგრამ დედას ებრძვიანო, ერთიც მინდა ვთქვა, დედას ებრძვიანო. პროკურატურიდან ამბავი მომიტანეს, ბავშვი იციან რომ მართალიაო და ეს პირველი სტაციაში და დედას ებრძვიანო. მაინტერესებს მე თუ ვინმე მებრძვის, მე აქა ვარ და თუ იმ სააკაშვილის პერიოდში იყო რომ რაოდენობას ჰქონდა მნიშვნელობა და თუ ჩვენი შვილები რაოდენობის გულისთვის ყავთ იქ და რაღაცა გერიცხებათ მაგის გულისთვის მე გავუცვლი ჩემს ადგილს. არაფერი არ ერიცხებათ, სკამებს შოულობენ და ადგილს შოულობენ და ხო და თუ ერიცხებათ და თუ რაოდენობაზეა დამოკიდებული რამდენი ეჭდებათ გავუცვლი რა ამ ჩემს შვილს ადგილს და გამოუშვით და მე თუ მე მებრძვით მე მებრძოლეთ მე დამიჭირეთ. ძალიან ძნელი მოსასმენია და წარმოდგენა რომ ესეთი რამეები კიდე ხდება მას მერე რაც გადავიტანეთ ის 9 წელიწადი და რაც ხალხმა უყურა იგივეს გამეორება ნამდვილად არ უნდა ეკადრა ამ ხელისუფლებას მე ქალბატონს მადლობას მოახსენებ რომ ეს საქმე გაშალად რომ ხალხმა გაიგოს სიმართლე საზოგადოებამ იცოდეს რომ
ეს არის, როდესაც ადამიანს ტყუილა მიუჟი, მე არ ამგონია რომ ღმერთმა ისინი ძალიან მხიარულად აცხოვროს, ვინ ამ ხელაცოდვას აიღებს თავის თავზე. და ეხლა რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ხალხო, მე რა ვიცი, მარტო მე მგონია თუ თქვენც იცით ის, რომ ეს ლიბერალიზაცია ქვეყნის დაიწყო მას მერე, რაც ბიძინა მოვიდა ხელისუფლებაში. მიშა იმასაც არ ჩაუტარებია გეი პარადი, პირველი მცდელობა იყო ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რომ გეი პარადი ჩატარებულიყო. რაც შეეხება ნარკოტიკებს, ლიბერალიზაცია დაიწყო ამ ხელისუფლებამ, ნარკოტიკების მოხმარების ფართო მასშტაბიანი პროპაგანდა წავიდა, შექმნეს ესეთი პარტია გირჩი, რომელიც ამას ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს აძლევდა და ქვეყანა განარკომანდა, ქვეყანაში შემოდიოდა უამრავი ნარკოტიკული საშუალებები და ახალგაზრდობა წალეკა. იმდენად ლიბერალური გახდა, რომ სახლებში ჰქონდათ ეს ნარკოტიკები და მოხმარებაზე არავითარი ჯარიმა არ იყო, არავითარი სასჯელი არ იყო. დღეს ეხლა გამოდიან და თურმეო მაშინო ესენი თურმე რესპუბლიკელები ყოფილანო ისინიო, რომელმაც ეს კანონები შემოიღოდა. შედალოცულო შენ ციხარიჯექი, შენ არ იყავი იქა. ხმას თუ ჩვენ ვიღებდით და ვიბრძოდით ამისთვის და ვამბობდით, რომ ეს დამღუპელია ქართველების, არ შეიძლება საქართველოში ნარკოლიბერალიზაცია. არ შეიძლება პროსტიტუციის ესე ლიბერალური ჩატარება, არ შეიძლება რომ საერთოდ ლიბერალიზმი ესეთი მახინჯი ფორმით, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად სოფლიოში, არ შეიძლება ქვეყანაში ამას მისცე გასაქანი და დანერგო ეს მავნე ჩვევები. და დღეს ეხლა კანონებს ვიღებთო ჩვენ და ეხლა როგორ უნდა აი ამდენი წლები 12 წელია ამას აკეთებდი და ეხლა ერთ დღეში როგორ გინდა ის შეცვალო არ ხდება ესეთი სიტუაცია რა სიტყვი გიორგი ამასთან დაკავშირებით როგორ არის ნაცი რა უნდა გითხრათ ირაკლი რომ ეს კანონი ეხლა რაზეც არის საუბარი როგორ არის აი შეიძლება ეს იყოს ასეთი ის არა ეს კანონი რეალურად კანონი რომელიც აი ესე ამათმა შემოიტანეს და გაამკაცრეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ორმაგი სტანდარტის სახეს რომელიც ამათმა ჩვენ დაგვიწესეს რეალურად ნუ მე წინა გადაცემაში საუბარი ხა საღონიშნავ ამას რომ ის ლიბერალური კანონები აი ამის შეს ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით არც მე და არც შენ არ მიგვიღია ამათმა მიიღეს ხო ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში როდესაც მიიღეს ხო ეს ყველაფერი და დღეს ესენი ცდილობენ რომ აი სხვა მანტია ის კონსერვატული მანტია ის დაუშვათ ეს კონსერვატული მანტია რომელიც უკვე ამერიკიდანაც დაუბერა ამ ქარმა აი ამას მოერგონ რამენაირად რა და შინაგანი ბუნება ამათი როგორია ეს სხვა საკითხია რა აი შინაგანად რას შეიძლება რამდენიმე ესეთი ის მაგრამ შინაგანად არ შეიცვლებიან შინაგანად აი ჩვენ გვინდა რომ ესენი რო იყვნენ მართლა გურწფელები ამაში ყველაფერში არა მართლა დავიჯერებ რეალურად დავიჯერებ რომ მართლა კონსერვატორები არიან, მართლა არიან. აი წეგან ახსენე გეი პარადები, ეს ნარკოლიბერალიზაცია, ხო? ეს ხო ყველაფერი ამათ პერიოდში მოხდა რა. დღეს შეიცვალენ. აი ამიტომ არ მჯერა. ამიტომ ეს თავიდანვე რომ დაეწყოთ ამათ აი ესეთი პოლიტიკა. დღესაც გვერდზე დაუდგებოდით არა და ის მათ გვერდზე ვიდგებოდით ჩვენ. რა თქმა უნდა, ხო ის არის ეგ კარგი და ერთი პრეზიდენტი აირჩიეს, ნუ დეგენერატი, მეორე აირჩიეს, ახლა სამშობლოს გამყიდველი და ქვეყანაში ახლა დაამკვიდრეს როგორ არიან ეს deep state-ი, ეძახიან ესენი პრორუსები. ესე იგი გაიყო ქვეყანა, გახლიჩეს საზოგადოება, მე არ ვიცი როგორ სადამდე უნდა მიიყვანონ ეს და ის ადამიანები, რომლებიც ამათთან არ არიან და ამათ უაზრო აზრებს და მათ საქმებს არ იზიარებენ, იმათი ხსენება საერთოდ არ არის. არ არის ნამდვილი კონსერვატორების და პატრიოტების ხსენება.
მთელი საარჩევნო პერიოდში ერთხელაც ჩვენი ალიანსი კონსერვატიული პატრიოტული ხსენებაშიც არ იყო, ოპოზიციაშიც კი არ ახსენეს. იმიტომ რომ ამითი განადგურება უნდათ პოლიტიკური ჩვენი, მაგრამ ვერ ეღირსებიან. არ შეიძლება რომ საღი აზრი და წესიერი ადამიანები გაანადგურო და იმათი არსებობა მოსპო, ვერ გააკეთებთ ამას. თუ თქვენ ეს ბინძური თამაშები, ნაცკოცური თამაშებით გინდათ ლელო გაიტანოთ და სულ იყოთ, არ გამოგივათ და ამიტომ ჯობია დაფიქრდეთ, ყველანაირად დაწონოთ და რაღაცა საზოგადოებას მისცეთ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჭეშმარიტი აზრი და როგორ შეიძლება ესე ბიჭო ნელ-ნელა ემსგავსებიან დიქტატორებს კანონების ესე გამკაცრება რა ახლა მე რა მიყვარს იცი აი უყურეთ მე რაც კი არა ნუ ხა დიქტატორისკე მიდიან ფაქტია ხო რეჟიმია ნუ მე რასაც ახლა უყურებ სოფლიოს გარშემო მე მგონი არის ჩრდილოეთ კორეა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის აი ერთპარტიული მმართველობა. ჩინეთი და კორეა. რუსეთია, იქაც კი ოპოზიცია არსებობს და იღებს მონაწილეობას, შედის დუმაში, ბელორუსშიც ესეა, ყველა ამ ესეთ ქვეყნებში, ავტორიტარულ ქვეყნებში არიან. აქ ერთი პარტია და ერთი პოლიტიკური გუნდის არის ყველაფერი. ოპოზიციას თვითონ არის, პოზიციას თვითონ არის, რა ვიცი, ყველაფერი თვითონ არის. ამიტომ ძალიან გულსატკენია ჩემო კარგებო, ვიცით რა რაღაც კიდე სოციალურ საკითხებზე გვინდოდა საუბარი იცავ, ერთი და ძალიან აი მე არ ვიცი რა დონეზე ვართ რომ როდესაც რომელიღაცა რაღაცა ორგანიზაციას რომელსაც ვითომ არასამთავრობო ქვია შეუწყვეტავენ დაფინანსებას ამისთვის ქუჩაში გამოვდივართ როდესაც ესეთი უსამართლობები ხდება გინდა სოციალური ეკონომიკური პირადი ამისთვის რატო არ გამოვდივართ გამოდით და გვერდით დაგიდგებით ყველანაირად ჩვენ თავზე ავიღებთ ოღონდ თქვენ გამოდით და ქუჩაში გავიდეთ და თქვათ ჩვენი სატკივარი რა გტკივა როგორ გტკივა აგერ უყუროთ ერდოღანის სიმღერები გამოიგონა რომ ნახევარი საქართველოს ჩემიაო აგერ ესენი 6 მილიარდს იღებენ და არაბების შემოსევა იწყება და ცოტა იფიქრეთ რა შვილებზე შვილიშვილებზე მარტო საკუთარ თავზე ფიქრით არაფერი არ გამოვა ჩემო კარგებო თუ ჩვენ არ დავირაზმეთ და ერთიანად არ ვთქვით რომ არ გვინდა და გვინდა სხვანაირი ქვეყანა გვინდა ქართული მართლმადიდებლური ჩვენი ქვეყანა მე მადლობას უკაცრავად ემოციებისთვის მარხვა და ეხლა ამდენი ემოციებიც არ შეიძლება მაგრამ რასიზმ ადამიანია და ემოციებიც უნდა გამოხატოს მინდა მშვიდობა გისურვოთ კეთილდღეობა ბედრიერი აღდგომა და ოჯახებით და ყველა ახლობლებით სიხარული ქონოდეთ ყველას